ახლა ვარ სწორედ პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე, ამ ეტაპზე განახებთ კადრში რა ხდება რუსთაველის გამზირზე, ამ შემთხვევაში პარლამენტის წინა ტერიტორიაზე არიან მოქალაქეები შეკრებილები, აქ უნდა ითქვას, რომ მარტივად არის შესაძლებელი საფეხმავლო ბილიკზეც გადაადგილება სხვა მოქალაქეებიც, რადგან როგორც იცით, ქართული ოცნების მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონები უკვე ძალაში არის, ამ შემთხვევაშიც პოლიციას აქვს უკვე ნებართვა, რომ მოსთხოვოს მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილის გარდა საფეხმავლო ნაწილის გათავისუფლებაც. ვკითხავთ აქციის მონაწილეებს, თქვენ რას ფიქრობთ, კანონი უკვე ძალაშია, მოქმედებს და ახლაც მოქალაქეებს ვხედავთ, რომ აქ გადაადგილება სხვებს თავისუფლად შეუძლია, თუმცა ვხედავთ აკავების მანქანებსაც მობილიზებას. ეს პროტესტი არასდროს იყო მიმართული სხვა ადამიანებისთვის ხელი შეშლაზე. პროტესტის მიზანი არის ის, რომ ქართული ოცნების უკანონო ხელისუფლება თმობს საქართველოს ინტერესებს და ამის ნათელი დასტურია ის დღეს სადაც იმყოფებოდა და რა ფორმატშიც იმყოფებოდა ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი. ეს არის იმ ლოგიკის გაგრძელება, რომელიც აქ გავრილოვის ღამით დაიწყო. ქართული ოცნება საქართველოს სუვერენიტეტ ინტერესებს თმობს, გადაუხვია უკანონოდ ევროატლანტიკური გეზიდან და ის კანონები, რაც ახლა მიიღეს, სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია ისეთი კანონის მიღება, რომელიც აკრძალავს პროტესტს ან ნებართვას შემოიღებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ამაზე გაიცემა საბოლოო ჯამში კანონიერი პასუხიც, მათ შორის თქვენ ნახეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სრულად უკანონოდ მოქმედებდა ამ შემთხვევაში ქართული ოცნება. ძალიან დიდი მადლობა. აქ ვხედავ აქციის მონაწილეებს, სალამი. თქვენ რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერში ვართ, აღმოჩნდით თავდასხმის სამიზნე, ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე, თუმცა დღეს კვლავ ხედავთ პარლამენტის წინ აქციაზე. რას ნიშნავს ანგარიშსწორების ფორმები? ახლა ვნახეთ 1 საათის წინ მოქალაქეების ადმინისტრაციული წესით დაკავება, სავარაუდოდ მათი გარემოცვის და მეგობრების აზრით ახალი წლის აღსანიშნავ ღონისძიებას უკავშირდებოდა საპოლიციო ძალების მობილიზება. ასეთი თქვენ რას ფიქრობთ და რას უკავშირებთ ახლაც პოლიციის მანქანებს ამ? ეს არის მორიგი ტალღა, რაღაც სხვადასხვა ქმედებები არის, სხვადასხვა მეთოდები არის, აი აქციის მონაწილეების დაშინების. ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული დაკავება, შეიძლება იყოს აი ფიზიკური შოურაცხყოფა, ბევრი მეთოდებია, ხო, მაგრამ მიზეზი ყოველთვის ერთი და იგივეა, რომ აქ ხალხს შეეშინდეს და აქ არ გამოვიდეს, მაგრამ ხო ხედავ და ხალხი ყოველთვის გამოდის, ხო, ყოველ დღე. არის დღეები, როცა შედარებით ცოტაა ხალხი, არის დღეები, როცა შედარებით ბევრია ხალხი, მაგრამ პროტესტი უწყვეტია, ამას ჩვენ ვხედავთ. გავესაუბრები აქციის სხვა მონაწილეებსაც, თქვენც რომ გვითხრათ, დღეს იყო ტრადიციულად ყოველდღე აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, თუმცა დღეს სოციალურ ქსელში ბევრი მოქალაქე წერდა, რომ სავარაუდოდ იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში ვიდრე წინა დღეებში და მიზეზი იყო ირაკლი კობახიძის ისეთ ღონისძიებაზე ყოფნა, სადაც ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირიც იყო. თქვენ რას გვეტყოთ? რა ქანდაკებად? მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შეძახილი, რომ თუ არ გამოფხიზლდებით, გაიღვიძებთ რუსეთში, ეს დღე დაგვიდგა. ვიხილეთ საოცარი კადრი, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მათთვის პრემიერ-მინისტრი სამწუხაროდ ვინც მართავს ახლა საქართველოს, იდგა ჩვენი მტრის გვერდით, პოზიორობდა და გამოდიოდა სიტყვით იმ ქვეყნებთან, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო განვითარებასთან, პროგრესთან და ეს ჩვენი პროტესტი ზუსტად ამისთვის არის, რომ ჩვენ არ გვინდოდა ყოფილიყავით ამ სამყაროს ნაწილი. ამიტომ ადამიანებო, მოგიწოდებთ მართლა ყველას, რომ ეხლა მე მგონი თქვენი თვალით კარგად ხედავთ, საითკენ მიგვაქვანებს ეს რუსული რეჟიმი, ეს არის ჩვენი პროტესტის მიზანი და ვინმეს თუ გონია ჩვენ ძალიან მოგწონს ამ სიცივეში აქ დგომა და აი ამ ძახილი რომ გაიღვიძეთ, გამოფხიზდით, ჩვენ ყოველდღიურად უყურებთ, როგორ ინგრება ყველა ინსტიტუტი, ყოველდღიურად უყურებთ, როგორ ცილდებით ევროპას და ეს არ არის ჩვენი არჩევანი, ეს არ ჭირდება ჩვენ ქვეყანას, ამიტომ სანამ დროა, ყველა უნდა იდგეს ქუჩაში, იმიტომ რომ სხვა შანსი არ დაგვიტოვა ამ ხელისუფლებამ. სხვა ინსტრუმენტი არ აქვს ბრძოლის, ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, რომ როგორმე გადავრჩეთ და გავიმარჯვოთ. მადლობა.
ასეთი სიტუაცია არის ახლა პარლამენტის წინ და თქვენი თვალითაც ხედავთ, რომ აქ არიან მოქალაქეები, კადრშიც ხედავთ, ვინც უწყვეტი პროტესტის მონაწილეები არიან, ერთ წელზე მეტია ქუჩაში დგანან და მათი მოთხოვნები არ შეცვლა, კვლავ არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თუმცა ქართული ოცნება ცვლის კანონებს, ადამიანები თვლიან, რომ სწორედ მათ წინააღმდეგ ამკაცრებენ კანონმდებლობას და 2 დღის წინ დამტკიცდა და ძალაში შევიდა კანონი, რომელიც პოლიციას აძლევს შესაძლებლობას, რომ მომიტინგეებს მოუწოდოს არა მხოლოდ მაგალითად საავტომობილო გზის გახსნისკენ, არამედ საფეხმავლო ბილიკის გათავისუფლებისკენაც და ახლა ხედავთ, რომ აქ თავისუფლად არის შესაძლებელი გადაადგილდნენ სხვა მოქალაქეებიც, არა მხოლოდ აქციის მონაწილეები.